Credit Suisse-ის საქმის პირდაპირ მოხსენიებამ სანქციების დოკუმენტში დაადასტურა, რომ სინამდვილეში Credit Suisse-ის დავა იყო არა კომერციული დავა, არამედ ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური საკითხი. Credit Suisse-ის საქმეს რომ პოლიტიკური სარჩული აქვს, ამაზე მმართველ პარტიაში დიდი ხანია საუბრობენ. ახლა კი ვაშინგტონის მოქმედი ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვით ქართული ოცნების დამფუძნებელს ფინანსური სანქციები დაუწეს და ეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რადგან სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სანქციების დაწესების პარალელურად ბიძინა ივანიშვილი ამერიკის ნებართვის გარეშე შვეიცარულ ბანკთან დავაში მოგებულ თანხას ვერ მიიღებს. ეს კი ღიად ადასტურებს Credit Suisse-თან ბიძინა ივანიშვილის დავაში ამერიკის მხრიდან ინტერესებს. ამ ყველაფრის ფონზე ამერიკის საელჩო, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარისთვის კუთვნილი თანხების დაბრუნებასთან შტატებს კავშირი არ ჰქონდა, ტყუილი აღმოჩნდა. ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ Credit Suisse-თან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა ამერიკის. დიპლომატიური უწყების ამ სიყალბეს შტატების მოქმედი ადმინისტრაცია დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, Credit Suisse-თან დაკავშირებული დავა, რომ პოლიტიკური იარაღია, ეს ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებულმა სანქციებმა დაადასტურა. ჩვენ ამდენიმე თვის წინ გვარწმუნებდნენ, რომ Credit Suisse-თან დავა იყო წმინდა კომერციული დავა, ამას არ ვითარი კავშირი არ ჰქონდა პოლიტიკასთან. ეს თემა აქტუალური გახდა, როგორც მოგეხსენებათ 2008 წლიდან. ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვის საქმე დაიწყო 2008 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა უარი მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს, მას არ აბატიეს აგენტთან კომუნიკაციის შეწყვეტა, ამის მერე იწყება ანგარიშის ძარცვის საქმე და გრძელდება ამდენი წლის განმავლობაში. სახაზინო დეპარტამენტის სანქციასა და შვეიცარიულ ბანკთან არსებულ დავას შორის კავშირზე საუბრობენ მმართველ პარტიაშიც. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს იყო პოლიტიკური შანტაჟის იარაღი ამერიკის მხრიდან. როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეზე ზეწოლა საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის მიზნით ხორციელდებოდა. ფორმალური სანქციების დაწესება კი მოხდა იმის გამო, რომ ივანიშვილმა ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ დათმო. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, დასავლეთი ბიძინა ივანიშვილს არ პატიობს, რომ საქართველოს უკრაინის ბედი არ გაიზიარა. ასეთი გადაწყვეტილება პირდაპირ აჩვენებს, ასეც იყო დიდი ხანი საუბარი თავიდანვე, რომ იყო გარკვეული ჯგუფები, რომლებიც თავის დროზე ეს ანგარიშები სხვადასხვა ბანკში გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ზეწოლა მოეხდინათ ბიძინა ივანიშვილზე, იმისთვის, რომ გაეტარებინა ის პოლიტიკური კურსი, რომელიც სურდა ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს. შეგახსენებთ, ეს დაიწყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და ვიცით, რასაც ითხოვდეთ ჩვენგან ხომ, სანქციებს, ესკალაციას. ამას პოლიტიკური საფუძველი, მაგრამ რაც თქვი, კიდევ იმას გავიმეორებ, არ იმსახურებს არც საქართველოს, არც მისი პარტიული, არც ადმინისტრაციული ლიდერშიპი ესეთ დამოკიდებულებას. ვინაიდან არასდროს საქართველოს არ უღალატია თავის პირობებისათვის, არ უღალატია საგარეო კურსისათვის და ეს არის უსამართლო და ორმაგი სტანდარტის გამოხატულება. De facto ბატონი ბიძინა ივანიშვილი რომ დასანქცირებული ყომას ვამბობთ. უბრალოდ კულუარებიდან გადმოინაცვლა ხა და რისთვის რომ ამ კაცმა არ გაყიდა ეს ქვეყანა. ეს არის ჯილდო ამ ადამიანისთვის, რომ ქვეყანა დაიცვა. კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ რასაც ჩვენ ვამბობდით. რომ აქ ის deep state, რასაც ბატონი ტრამპიც ამბობს, ჩრდილოანი მართლობა, გლობალური ომის პარტია, როგორც კიდე თარგმნეთ, რომ ეს იყო ჩართული ამ პროცესში თავიდან ბოლომდე. ამის ილუსტრაცია მოხდა. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანა არ გავყიდეთ. ჩვენ მეორე ფრონტს უარი უთხარით. Როგორ გეკითხებოდნენ აბა სად არის უცხოური ძალა? აბატონო გამოჩნდა უცხოური ძალა, რომელმაც აღიარა, რომ ის იყო, რომელიც თხოვდა ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლებას ომის დაწყებას. ის იყო, რომელმაც დაასანქცია ფაქტობრივად ივანიშვილი, იმიტომ რომ არ დათანხმდა ომის დაწყებას მეორე ფრონტს საქართველოში. რეალურად აი ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად ივანიშვილისთვის არაფერი არ შეცვლილა, იმიტომ რომ de facto დასანქცირებული იყო, მაგრამ აღიარებითი ჩვენება გააკეთა ამერიკის იმ ძალებმა, რომლებიც იმედი მაქვს და იმედი გვაქვს, რომ ცოტა ხანში აღარ იქნებიან სათავეში და გადატვირთვაზე წავა ურთიერთობები ამერიკასთან. რა პოლიტიკური და ფინანსური გავლენა ექნება ბაიდენის წარმავალი ადმინისტრაციის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებულ ფორმალურ სანქციებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამით არაფერი იცვლება, რადგან შტატების გადაწყვეტილებამდე ბიძინა ივანიშვილი de facto სანქციების ქვეშ იმყოფებოდა. შანტაჟის მცდელობები კი ყოველ ჯერზე უშედეგო იქნება.